იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი გიორგი ძიგუა დაბა კოჯორში კვინიტაძის ორში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში დროებით დევნილი მოსახლეობის სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემები განიხილეს. გიორგი ძიგუამ დროებით დევნილ მოსახლეობას იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში მინისტრის აპარატის 2025 წლის მიზნები და გეგმები გააცნო. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ლევან გალუბლიშვილის დავალებით გრძელდება აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრები. შეხვედრების მიზანი დროებით დევნილი მოსახლეობის საჭიროებების შესწავლა და დროული რეაგირებაა. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ უწყეთ რეჟიმში ვაგრძელებთ აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრებს, ვსაუბრობთ იმ პრობლემების ადგილზე გააჩნიეთ. ახლა შევხვდით ვესაუბრეთ სხვადასხვა სოციალური პრობლემები არის აფხაზეთთან დაკავშირებით, პრობლემები არის აი საცხოვრებელ ფართებთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, ზამთარი მკაცრი იყო. თხოვლობენ შეფუთვას, თხოვლობენ სახურავის თოვლმა დაუზიანა, ყველაფერს შევისწავლით, რა თქმა უნდა. და ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად აფხაზეთის მთავრობის აქტიური ჩართულობით შევეცდებით ეს ყველა პრობლემა მოვაგვაროთ. ყველა საკითხი, რაც გვაწუხებს, ყველაფერი გავარჩიეთ. მაგალითად სახლების შეკეთება, ჭერი, მიწები აზომეს, უკვე ერთი წელი გავიდა. შარშან აზომეს და იუსტიციაში დევს ეს საბუთები და რეგისტრირებულია, მაგრამ ჯერ დაკანონება აღარ ასჩანს. და აი ამაზე ვისაუბრეთ, დაგვიკავშირდითო თუ რამე კიდევ პრობლემები შეგექმნათო.